რა საკის ქალები არიან ძირითადად ეს, ვინც მოდიან. არის ალგორითმები, რომელსაც აქში რამდენი კვერცხუჯრედი უნდა გაყინოს. ძალიან მაინტერესებს ის ადგილი, სადაც აკვირდებით მიკროსკოპით და სადაც ის ჯადოქრობები ხდება. ხონა ესე ვერ შევალ, ხო? ჯერ მაქვს კიდევ დრო და ახალგაზრდა ვარ და ისედაც მაქვს რესურსი, რომ შვილი ვიყოლიო. სიმშვიდისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეუნარჩუნოთ ნაყოფიერება ქალებს. აქ რო ჩავიხედო, რას დავინახა? ახალგაზრდა კვერცხუჯრედს აქვს უნარი, რომ მამაკაცის დნმ-ში, სპერმაში არსებული პრობლემა გაასწოროს. ეს არის ის ადგილი, სადაც ინახება გაყინული კვერცხუჯრედები, ემბრიონები, სპერმა. ქალს შეუძლია გააჩეროს თავისი ბიოლოგიური საათი. რამდენად გარანტირებულია ჯანმრთელობის თვალსაზრისით? ბევრი ესეთი წარმატებული ახალგაზრდა მოდის ჩვენთან. ან პრაქტიკულად აქვეითებს, ხო? იცით, იგივეს ვიტყოდი რევმატოლოგიურ დაავადებებზე. რომელია ეს დაავადებები? 80% შემთხვევაში იწვევს სრულ კასტრაციას პაციენტის. რა სიმპტომატიკით ვლინდება? უკვე 25 წლის ასაკის პაციენტთან უნდა იყოს ჩატარებული ეს კვლევები. ალბათ ეს ყველა დეტალი აინტერესებთ ხოლმე, ხო? იცით, აი ემიგრანტები, ისინი წინავენ ფაქტიურად, ეს არის სოციალური მიზეზი. აი სად არის ის ოქროს ზღვარი დროისაც უნდათ, მაგრამ ჯერ დრო არ აქვთ. ეს არის მთავარი მესიჯი აი ჩვენი შეხვედრის.